რა სიახლეებიელით აბიტურიენტებს 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში და რამ გამოიწვია ახალი წესების დანერგვა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ქრონიკის ჟურნალისტმა სოფო ცერცვაძემ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან მაია მიმინოშულთან. მოგესალმებით ქალბატონო მაია, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ქალბატონო მაია, საუბარი თავდაპირველად დავიწყოთ იმ სიახლეებით, რაც იგეგმება წელს. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მართლაც იგეგმება სიახლეები 2016 წლის გამოცდებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ პირველ რიგში აბიტურიენტებს, თუმცა ყველა ეს აპლიკანტი იგულისხმება, რომელიც ღებულობს მონაწილეობას 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში. მე ვგულისხმობ ჩვენს პედაგოგებს, მაგისტრობის სურვილებს და სტუდენტებს. სიახლე გახლავთ ის, რომ წელს ჩვენს აპლიკანტებს ვთავაზობთ გამოცდების ჩაბარებას ეგრეთ წოდებული ნაწილობრივი ელექტრონული ფორმატით. ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატში იგულისხმება ის, რომ ტესტურ დავალებებს იხილავენ ისინი ეკრანზე, მათთვის განკუთვნილ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ლეპტოპის ეკრანზე. მაგრამ დანარჩენს ყველაფერს აკეთებენ იგივეს, რაც წინა წლებში იყო, ანუ მუშაობენ პასუხების ფურცლებზე, პასუხები ანუ მონიშნული აქვს თან შეაქვთ პასუხების ფურცელზე და მათ ექნებათ აგრეთვე შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები, სადაც ისინი იმუშავებენ. აქვე გკითხავთ, ხომ არ გამოიწვევს ტექნიკურ ხარვეზებს ეს ყველაფერი, თუ მუშაობს ამაზე სამინისტრო? არაერთი აპრობაცია ჩავაწერეთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აპრობაცია ჩვენთვის გახლდათ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში სრული იმიტაცია საგამოცდო პროცესის, ავირჩიეთ თელავის საგამოცდო ცენტრი, დავტვირთეთ ყველა სექტორი, მოვიწვიეთ აბიტურიენტები და სწორედ ეს ტექნიკური მხარის შესამოწმებლად და შესაფასებლად ჩავატარეთ აპრობაცია. თუმცა კიდევ გვაქვს აპრობაცია დაგეგმილი ცოტა უფრო დიდი მასშტაბით და საბოლოო, ასე ვთქვათ, პროცესზე შეთანხმებულები ვარ, თუმცა რა თქმა უნდა ამ აპრობაციამ შეიძლება გარკვეული კორექტივები შეიტანოს. რა თქმა უნდა გვექნება სარეზერვო, ასე ვთქვათ, ლეპტოპები ყველა საგამოცდო ცენტრში, თუ წყობრიდან უცბად გამოვიდა ტექნიკა რომელიმე, ისევე როგორც სარეზერვო ბუკლეტები ქონდა ტესტის ნაბეჭდი ყველა საგამოცდო ცენტრში და მაშინაც ბუნებრივია გათვლილი ქონდა იმაზე, რომ შესაძლებელია დაზიანდეს ტესტის ბუკლეტი, იგივე პასუხების ფურცელი და ამ პრობლემა რო არ შეგვექმნა აპლიკანტისთვის, ამ რეზერვებს ყოველთვის ვინახავდით საგამოცდო ცენტრში. წესულება ასევე საგამოცდო ბარათებთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, რას გვეტყვით ამაზე? სწორედ აი ამ ცვლილებამ გამოიწვია პოზიტიური ცვლილებები, ასე ვთქვათ, რეგისტრაციის პროცესში. პირველ რიგში სანამ საგამოცდო ბარათების თემას შევეხებოდეთ, მინდოდა მეთქვა, რომ რეგისტრაცია კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა ჩვენი აბიტურიენტებისთვის. რეგისტრაცია დაწყებულია 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა ეს არის პირველი ეტაპი რეგისტრაციის. სამ ეტაპად ვთავაზობთ რეგისტრაციის გავლას აბიტურიენტებს და ახლა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო რა იგულისხმება ამ სამ ეტაპში. 15 მარტამდე მათ აუცილებლად უნდა გაიარონ რეგისტრაცია, 15 მარტის მერე ისინი ვეღარ დარეგისტრირდებიან. გაიარონ რეგისტრაცია ეთჩოს საგამოცდო ქალაქი, ანუ ქალაქი, სადაც მათ სურთ გამოცდის ჩაბარებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩვენთვის. და რა თქმა უნდა აირჩიონ საგამოცდო საგნები, რასაც აბარებენ, მაგრამ 15 მარტის შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, კარგახანი ექნებათ შესაძლებლობა ცვლილებები შეიტანონ ჩამონათვალში, საგამოცდო საგნების ჩამონათვალში. რისი შესაძლებლობაც წინა წლებში ნამდვილად არ ჰქონდათ, როცა სრულდებოდა რეგისტრაცია, მე სამწუხაროდ ცვლილებებს ვერ ვახორციელებდით. წელს საგამოცდო ბარათებს ახარ დაუბეჭდავთ ივნისის თვეში, მათ საკუთარ პირად გვერდზე ექნებათ ელექტრონული ფორმა საგამოცდო ბარათის, იმ პირად გვერდზე, სადაც რეგისტრაციას გადიან ჩვენი აბიტურიენტები. და ეს იქნება უფრო, ასე ვთქვათ, დიდი ზომის საგამოცდო ბარათი, არა დაუშვათ ისეთი მცირე ზომის, როგორცაც ჩვენ ბეჭდავდით, A4 ფორმატის, სადაც კიდევ უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მივაწოდებთ აბიტურიენტს, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, რომ არ დაიგვიანონ გამოცდაზე. მისამართი, რა თქმა უნდა, საგამოცდო ცენტრის, სადაც განაწილებულები არიან, დატანილი იქნება აუცილებლად რუკა საგამოცდო ცენტრის, მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც შეუძლიათ მივიდნენ საგამოცდო ცენტრამდე. აი ეს უნდა ამობეჭდონ მათ თავად
და გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში ამ საგამოცდო ბარათით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. სამაგიეროდ თუ ან დაზიანდა საგამოცდო ბარათი, ან დაეკარგათ საგამოცდო ბარათი და იყო ეს შემთხვევები წინა წლებში, არანაირი პრობლემა არ არის. რამდენჯერაც და რამდენიც სურთ, იმდენჯერ შეუძლიათ ამობეჭდონ თავისი პირადი. კარგით, რამ გამოიწვია და რამ განაპირობა ამ ცვლილებების შეტანა 2016 წლის ეროვნული გამოცდების ფორმატში? იცით, ეს არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი, ეგრეთ წოდებული ნაწილობრივი ელექტრონული ფორმით ჩატარება გამოცდების. საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, გახლავთ სრულად ელექტრონული ფორმატით ჩანაცვლება გამოცდების. თუმცა ამ ეტაპზე ამას ვერ შევთავაზებთ ჩვენს აპლიკანტებს, იმიტომ რომ ალბათ დამეთანხმებით ამას გარკვეული უნარჩვევები ჭირდება, კომპიუტერული ტექნიკის სწორად გამოყენებას და სხვა არის, როდესაც ქაღალდზე წერ, თუნდაც თხზულებას და სხვა არის, როცა ბეჭდავ. განსაკუთრებით პრობლემურია საბუნებისმეტყველო საგნების შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ ელექტრონული ფორმით შევთავაზებთ აპლიკანტებს პასუხების გაცემას, მაშინ ასეთ შემთხვევაში მაგალითად ფიზიკაში, მაგალითად ქიმიაში, იგივე მათემატიკაში მოუწევთ ფორმულების ბეჭდვა და ნახაზის დახაზვა, რაც ჯერჯერობით ნამდვილად შეუძლებელია მოვთხოვოთ ჩვენს აპლიკანტებს. ამიტომაც დავიწყეთ პირველი ნაბიჯით, ნაწილობრივი ელექტრონული ფორმატი ისე ვიმეორებ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ეკრანიდან დავალების საკითხვას და დანარჩენს ყველაფერს ქაღალდზე ასრულებს აპლიკანტი. თუმცა გაიცათ და გეგმილი გვაქვს კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და იმ გამოცდების ელექტრონული ფორმით ჩაბარება ვთხოვოთ აპლიკანტებს, სადაც მხოლოდ და მხოლოდ არჩევით ბოლოიანი პასუხები, ანუ სწორი პასუხი უნდა შემოხაზოს აპლიკანტმა. მაგალითად, ზოგადი უნარების გამოცდა. ქავდამაი, რა შემთხვევაში იხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე? გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტი გამოცდიდან იხსნება, მაგალითად, იქ ჩამონათვალი არის და წესები არის განთავსებული ჩვენს ვებგვერდზე და შეუძლიათ გაეცნონ. მაგალითად იმ შემთხვევაში თუ მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა რეგისტრაციის დროს ყველა აპლიკანტი ტოვებს მობილურ ტელეფონს და თუ თან აქვს თუ აღმოაჩნდა ასევე მაგალითად ელექტრომოწყობილობა რაიმე კალკულატორი იქნება მცირე ზომის თუ რა იხსნება გამოცდიდან თუ უხეშად არღვევს წესებს მაგალითად შეურაცხყოფა მიაყენა ასე ვთქვათ მეთვალყურე კურატორს ადმინისტრატორს და იქ მომსახურე პერსონალს თუმცა მადლობა ღმერთს ესეთი შემთხვევები არ გქონია და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არც მომავალში გვექნება არ დაიშვება გამოცდაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი და ასე შემდეგ ეს წესებში დავამატეთ მართალი გითხრათ არ ქონდა ესე დეტალურად გაწერილი თუმცა შარშადებულმა შემთხვევამ დაგვანახა რომ ესეც უნდა ჩავწეროთ აუცილებლად კარგი, თქვენ რა რჩევას მისცემთ აბიტურიენტებს, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება გამოცდების მიმდინარეობის პროცესში და უშუალოდ აი ამ პროცესზე რომ გითხრათ. გამოცდების მიმდინარეობის პროცესში მე მინდა ყველა აბიტურიენტი დავარწმუნო ერთ რამეში ძალისხმევას არ ვიშურეთ იმისათვის რომ მათ შეუქმნათ მაქსიმალურად მისაღები გარემო და მაქსიმალურად მოუხსნათ სტრესი და ემოციები დაკავშირებულია ნებისმიერი ტიპის გამოცდასთან და ეს ძალიან კარგად გვესმის. ჩვენ ვართ პირველი გულშემატკივრები მათი დამიმართულებით ნუ ინერვიულებენ და ნუ იღელვებენ, ნუ შემოიტანენ ზედმეტ ნივთებს საგამოცდო ცენტრში, მაგალითად ეგრეთ წოდებულ შპარგალკებს, ის არ გამოადგებათ ნამდვილად, მაგრამ შპარგალკის აღმოჩენის შემთხვევაში იხსნებიან გამოცდიდან და ურჩევ რომ ესეთი რამ არ გააკეთონ. ძალიან მარტივია ამ წესების დაცვა და დაიცვან წესები. ჩვენ ვაპირებთ განვათავსოთ ჩვენს ვებგვერდზე ელექტრონული ტესტის ბუკლეტები, ანალოგიური ისეთი როგორიც იქნება გამოცდაზე, ნებისმიერ მსურველს არა მარტო აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა ივარჯიშოს სრულად უსასყიდლოდ, ნახოს ჯერ ერთი როგორია ეს ფორმატი და ჩვენ ასევე გვინდა დავიწყოთ ძალიან საინტერესო პროექტი, ისიც აპრილის თვეში იქნება აბიტურიენტებისთვის, თუ მათ დამატებითი მომსახურება ჭირდებათ ჩვენი ცენტრიდან, მაგალითად შეავსონ პასუხების ფურცელი, გამოგვიგზავნონ და გასწორებულს გაუგზავნით უკან და გაასწორებენ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც რეალური გამოცდის დროს მუშაობენ ჩვენთან გამსწორებლად. მათ შეეძლებათ საკუთარი ძალები მოსინჯონ, მათ შეეძლებათ ეკნებათ დრო კიდევ გადაწყვიტონ, რომელი დამატებითი საგანი აირჩიონ და ჩამონათვალი შეცვალონ და ასევე შევთავაზებთ ერთ ძალიან საინტერესო რამეს, მათ
მივაწოდებთ ინფორმაციას, მათ რომ მიიღოთ მონაწილეობა 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში და ეს შედეგები დაეფიქსირებინათ, რაც აპრილის ჩვენი პროექტით, ჩვენ შეთავაზებული პროექტით აპრილის თვეში დააფიქსირეს, მოახერხებდნენ თუ არა მათთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩარიცხვას. ეს რა თქმა უნდა მათ მიცემს შესაძლებლობას მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და სწორი არჩევანი გააკეთონ უმაღლეს სასწავლებლის და ფაკულტეტების. კარგით. არსებობს აზრი იმაზე, რომ ეროვნული გამოცდების ნაცვლად ახლო მომავალში აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში პირდაპირ სკოლის გამოსაშვები გამოცდიდან ჩაირიცხება, რამდენად შესაბამება ეს აზრი სიმართლეს? ამისათვის ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. აქ საქართველოს თუ გადავა ეგრეთ წოდებული მატურა გამოცდების სისტემაზე ველოსიპედის გამოგონება არავის არ ჭირდება, რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, ოღონდ აქ ბევრი რამეა შესაძლებელი. და ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ პრინციპებია შესაძლებელი ის პრინციპები, რომელსაც ეყრდნობა არსებული სისტემა ერთიანი ეროვნული გამოცდების სახით. ამ პირდაპირ არის მიბმული ეს სისტემა მაგალითად უმაღლეს სასწავლებლის დაფინანსების წესზე, გრანტის გაცემის წესზე, პირდაპირ არის მიბმული აკრედიტაციის ცენტრზე. თუ ეს პრინციპები არ შეიცვალა და ჩვენთვის ნათელი და მკაფიო არ გახდა, როგორი უნდა იყოს საგამოცდო სისტემა, საგამოცდო სისტემის რეფორმირებით რაიმე ცვლილებების დაწყება უბრალოდ არასერიოზულია ჩემი აზრით. იმიტომ რომ საგამოცდო სისტემა არსებულ პრინციპებს და მაგალითად საშუალო განათლების საფეხურს და უმაღლესი განათლების საფეხურს ერგება და არასერიოზულია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თუ რამის რეფორმირება გვინდა, საგამოცდო სისტემით დავიწყოთ რეფორმირება. ბუნებრივია, როდესაც ეს ყველაფერი დაალაგდება, თუ შეიცვლება ეს პრინციპები, შემდეგ უკვე შეგვეძლება საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს საგამოცდო სისტემა, გამოსაშვები გამოცდებით, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა, თუ საერთოდ გაუქმება, თუ დამატება და ასე შემდეგ. კარგით, დღესდღეობით ოქროსა და ვერცხლის მედალის მფლობელები ისევე აბარებენ ეროვნულ გამოცდებს, როგორც სხვა აბიტურიენტები, ხო? რაში ადგება ქალბატონ მაია რეალურად კურსდამთავრებულს ეს მედალი ხომ არ იგეგმება ამასთან დაკავშირებით ცვლილებები? ხო, რაში ადგება, ეს უბრალოდ გამახსენდა მე გამომადგა, მაგალითად ერთი გამოცდა ჩავაბარე მარტო. იმიტომ რომ მაშინ მედალოსნები ერთ გამოცდას აბარებდნენ და თუ ჩვენ მხოლოდ ამ კუთხით შევხედავთ ღირსებას ოქროს მედლის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ ადგება, მაგრამ მე ესე არ ვფიქრობ ნამდვილად, იმიტომ რომ მე 4 გამოცდაც რო ჩამებარებინა, თუნდაც 5, ალბათ ჩემთვის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა ექნებოდა ჩემთვის აი იმას, რაც მე მივიღე სკოლიდან. ეს არის ჯილდო და ეს არის ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვება ადამიანს, რომ დაგაჯილდოვა სკოლა იმისათვის, რომ მიყავი, ასე ვთქვათ, წარჩინებული მოსწავლე. რამდენი წელი გავიდა, ხა მე რო სკოლა დავამთავრე, დღესაც არ მავიწყდება ის განცდა, როცა მე ვიყავი ოქროს მედლის კანდიდატი და მე სკოლამ გადმომცა მე საჩუქარი ოქროს მედალი. კარგით. ხშირ შემთხვევაში აბიტურიენტს ეროვნული გამოცდისთვის კერძო რეპეტიტორთან უწევს მომზადება, რადგან მათი თქმით სკოლა არ აძლევს შესაბამის განათლებას, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარონ აბიტურიენტები, ამას ემატება უნარების გამოცდა, რომელიც სკოლაში არ ასწავლიან. ამ საგნებში მომზადება კი ალბათ ამეთანხმებით, რომ საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, რის გამო ძალიან ბევრი ნიჭიერი მოსწავლე რჩება უმაღლეს განათლების გარეშე. თქვენი აზრი როგორია ამასთან დაკავშირებით? ზოგადი უნარების თემას შევეხები, შეუძლებელია ზოგადი უნარები ასწავლო. უნარების განვითარება შეიძლება მხოლოდ და არა სწავლა. ხო? დამეთანხმებით. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ ესეთი საგანი არ არსებობს სკოლაში, სრულიად აბსურდულია და ვერც იარსებებს. აქედან გამომდინარე ძალიან ცუდია და ამდენი წლის განმავლობაში ერთი და იგივე საუბრობთ სხვათა შორის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ზოგად უნარებში მომზადება სრულიად მოკლებულია აზრს. შეიძლება უბრალოდ გაივარჯიშო ერთი და იგივე აი იმ ტიპის დავალებებზე, რომელიც მოცემულია ტესტში, ანალოგიები იქნება წინადადებების შევსება თუ რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი, შეიძლება უბრალოდ გაივარჯიშო, თორემ მეცადინეობა და სწავლა უნარების ეს არის ჩემთვის პირადად და ალბათ თქვენს დამეთანხმებით მიუღებელი, ხო? უნარების გამოცდა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა, მართალი გითხრათ, არის ზუსტად იმიტომ, რომ
მაქსიმალურად ვცადოთ არ დაიჩაგროს ნიჭიერი მოსწავლე. მან შეიძლება იმდენი ცოდნა ვერ მიიღოს სკოლაში კონკრეტულ საგანში ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ნიჭიერი ახალგაზრდა ზოგადი უნარების გამოსდას კარგად აბარებს როგორც წესი. ამიტომ იყო პირველი მიზეზი ეს იყო ჩვენ რომ შემოვიღეთ ზოგადი უნარების გამოცდა. რაც შეეხება რეპეტიტორებს, სამწუხაროა ისევ ამაზე გვიწევს საუბარი და ალბათ კარგახანი მოგვიწევს სამწუხაროდ, ვინ შეიძლება კონკურენცია გაუწიოს რეპეტიტორის ინსტიტუტს სკოლამ, ხო? თუ სკოლა არ დადგა ფეხზე და სკოლა არ იქნება ის ასე ვთქვათ ადგილი, სადაც მომავალი აბიტურიენტი სათანადო ცოდნას მიიღებს, რეპეტიტორები ყოველთვის იარსებებენ, თუმცა ეს ისე ვიმეორებ, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, რეპეტიტორები ძალიან ბევრ ქვეყანაშია, უბრალოდ ოფიციალური ფორმა აქვს ამას მიღებული. ყველაფერი ერთდროულად ვერ გამოსწორდება, ისე ვიმეორებ, რაღაცა პერიოდი აუცილებლად ჭირდება, თუ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წავედით იქითკენ, რომ სკოლა გაძლიერდეს, სკოლა მოახერხოს ის, რასაც რეპეტიტორი ახერხებს და ამის შემდეგ ჩვენც გვექნება შესაძლებლობა სკოლის შეფასება გავითვალისწინოთ და სერიოზული წილი გქონდეს საკონკურსო ქულაში. ძალიან დიდი მადლობა და გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ.